სიუჟეტი ილია მეორის პატრიარქობის 48 წლიან ისტორიაში მართლმადიდებელი მრევლი ყოველთვის განსაკუთრებით ელოდა სააღდგომო ეპისტოლეებს და იმ მნიშვნელოვან გზავნილებს, რასაც უწმინდესი მოსახლეობას გადასცემდა. წელს სამწუხაროდ მის გარეშე გვიწევს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა, თუმცა ჩვენ თავი მოვუყარეთ მის სააღდგომო დარიგებებს, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ უნდა ვიყოთ მიმტევებლები, ვიზრუნოთ სულიერებაზე, გვესმოდეს მშვიდობის ფასი და გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა. დანარჩენს სიუჟეტში ვნახავთ. Christus mier saquaremo, sbanu giardano, Christi arsia. ჩვენ დღესასწაულობთ უდიდეს დღესასწაულს აღდგომას ქრისტესი. აღდგომა ქრისტესი ეს არის გამარჯვება სიცოცხლისა სიკვდილზე და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა არ მოაკლოს საქართველოს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული და მადლი ღვთისა. აღდგომას აშენსა ქრისტე მასწავლა. თომად განსაკუთრებით ფიქრობთ მშვიდობაზე, რომელიც არის ძვირფასი საღვთო ძღვენი. ომი კი მშვიდობის საპირწონე უკიდურესი ბოროტებაა. უფლის მცნებათა დარღვევა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფა. ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის ჩვენ ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისათვის. ქრისტე აღსდგა. Christe და როგორც სამოთხეში ისევე აქაც დედამიწაზე ჩვენზეა დამოკიდებული რასავირჩევთ მიზნად, სიკეთეს თუ ბოროტებას, სიცოცხლეს თუ სიკვდილს. აირჩიეს სიკეთე და სიცოცხლე, ამით დაამტკიცებ, რომ აფასებ ღვთის სიყვარულსა და მსხვერპლ შენს გადასარჩენად გაღებულს. იერუსალიმიდან ჩამოგვივიდა ღვთაებრივი ცეცხლი, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. დღეს მსოფლიოში მრავალგვარი რთული პროცესი მიმდინარეობს. დროს თითქოს დაჩქარდა, მოვლენების და შეხედულებების სწრაფად იცვლება, დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ეკოლოგიური პრობლემები, მუდმივი სტრესი, ომები, ჩვენი საერთო რეალობად იქცა. მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება. ღმერთმა დალოცოს მშვიდობის მყოფელნი, ღმერთმა მშვიდობი დაკურთხოს მსოფლიო. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და განსხვავებული აზრების მიუხედავად შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება. ყველგან თვალში საცემია ტრადიციულ ღირებულებათა მოსპობის, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინების, ეროვნული მეობის გაქრობის ტენდენცია დიდია, მცდელობა ზოგიერთი მძიმე ცოდვის ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადებისა, ბილსიტყვაობა, ტყუილი, ცინიზმი, საჯარო შეურაცხყოფა, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მეძავიც, ქურდიც, ამპარტავანიც, მოშურნეც, ლოთიც, შეურაცხყოფელიც და მოძალადეც, გულწრფელის სინანულით, აღსარებითა და ზიარებით, თელ ჭუჭხს იცლის და ბოროტებას ასამარებს. დაუცველი იყავით.
ბედნიერია გმონაგვითებას ნამშვიდობიანი გაგვითებას ყველას მოგიწოდებ დღეს შესაძლებლობისამებრ ამაღლდეს სულიერად მივეცეთ აღდგომი დღესასწაულის სიხარულს და საგალობლებით შევეგებოთ მას ხოვას იხარეთ ხორსარე სოფელში ჩვენთან